მას ასე მეგობრებო, მათთვის ვინც ხდება ტვინით, ტრაკით, ინტუიციით, გულით, სულით, კანით და ყველაფრით, რომ ოცნებას დიდი დრო არ უწევია. კი, ოცნება შევა რაღაც პროცენტით და აუცილებლად კოალიციურ მთავრობაში, მაგრამ ბიძინას ამბები ძალიან ცუდად არის. პირველს, რასაც გეტყვით, არის ის, რომ პირველი, რასაც ისინი ამბობენ, ვაიმე, რუსეთმა ომი არ დაიწყოს. რუსეთს აქ 2 ტრილიონი დანახარჯი ამ ომებთან დაკავშირებით გაუჩნდა სირია, უკრაინა და ამიტომ არაფერს ტრაკი არ აქვს გენაცვალი. საერთოდ არაფერს ტრაკი არ აქვს და რუსეთის ბირთვული იარაღი კიდე ადამ კუკუს დროინდელია და სანამ კნოპკას დააჭერე ღილაკს, მანამდე ბევრი რამე მოხდება. ეს ერთი. მითი ბიძინას უძლეველობაზე და იმაზე, რომ ის ათამაშეს თელ მსოფლიოს რაღაცა თავისი 14 მილიარდი თუ რაღაც სისულელე. სანქციები მარტო ბატონ ბიძინას კი არ მოუღებს ბოლოს, არამედ ისეთ განხეთქილებებს გამოიწვევს შიგნით პარტიაში და ქოცებში, რომ ერთმანეთს დაჭამენ. აუცილებლად ეს ამბავი მოხდება. შენ, ჩემო ძვირფასო ქოცო, რომელიც ზოგიერთივით არ ხარ სუსის ხელფასზე, ხომ ხვდები, რომ ძალიან ცუდადაა ოცნებას საქმე. ძალიან ცუდად. ეს არის ბოლო გააფართხალება, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ გადმოდით აქეთკენ ჩვენსკენ. მე არც ნანუკა ჟორჟოლიანი მიხდეს ხელფასს, არც სახელმწიფო დეპარტამენტი მიხდეს ხელფასს, რომ ამას ვქაქანებ. მე მალაპარაკებს ჩემი სიყვარული, ჩემი სამშობლოსი. მე არ ჩვილი მყავს და არც თავმავალი, რომ იმის მომავალზე ვიფიქრო, მაგრამ მე რაღაც არ მაძლევს საშუალებას, რომ ჩუმად ვიყო. თანაც ვიცი, რომ თქვენ ჩემი სიტყვის გჯერათ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ, რომ ჩვენთ კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა და ჩვენ გვყავს ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. აღარ უნდა ეს მიშა დაბრუნდება, გრიშა დაბრუნდება, ვანო პეტრე, ეს დამთავრდა. არასოდეს საქართველო ბელორუსია არ იქნება, იმიტომ რომ ბელორუსია საქართველოსნაირი ისტორია არ აქვს, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ წყნარად იყავით, შვიდად იყავით და გადმოქოცდით, აქეთ გადმოდით. ცოტა ხანში მე მგონი ბიძინა ნანუკას ფონდის შესანახი გახდება. დამავიწყდა კიდევ ერთი ქოცური ნარატივი. და არ შეიძლება ეს ყველაფერი თმათ დაბანილზე ველაპარაკა, მაგრამ ვერ ვითმენ. ოპოზიცია ნაკიდი ყავს. სალომე მაგის თამაშს თამაშობს 12 თვლი თუ სული თუ წინ არის. სად არის წინ? რაც აქვს დასანქცირებული 2 იმდენი ფული აქვს სადან? ქეში თითმეს აქეთი კიდალ სადიდმეს. ფულმა უნდა იტრიალოს, როგორ იტრიალებს ხალხო? და თუ ოპოზიციას ნაკიდი ყავს და ღმერთმა შეარგოს იმ ოპოზიციას ის ფული, რომელიც თავის დროზე ბიძინას ახია, ეს ოპოზიცია რომ შემოვა კოალიციურ მთავრობაში, მაინც ესეთი კანონპროექტები უნდა მიიღოს, მაინც ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ლტოლვას ევროკავშირისკენ და საბოლოოდ ნატოსკენ. მეგობრებო, დაფიქრდით. ოკეი. ძმაო, მანქანაც ესეთი უნდა იყოს. ეგრეთ წოდებული სვეტა მუსიკებით. რა ვქნა გენაცვალი კომუნისტური თაობისა ვარ. ნახე რა მაგარია, ყოჩახ, ბრავო. თქვენც ბრავო. ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო. თვითონ ვიცი სიმღერა. რა არა მაგ და სმენა მაგ, მაგრამ ვერ ვყერი.